გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. ახალი სისტემა PSG-ში. ენრიკეს მკაფიო, მესიჯი და კვარაცხელიას მისახელი მსოფლიო რუკაზე. ხოლო ჩვენ ვცადოთ რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე არ დაიზარო არხის გამოწერა, რადგან ეს სულ რაღაც 2 წამის საქმეა. ჩემთვის კი დიდი мотиваცია. ყველას მადლობას იხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. 37 ქართველი ტოპ 5 ლიგაში. ქვილითაია მეც შეუერთდა. ქვილითაიამ რამდენიმე დღის წინ ლიმასოლის არისტან კონტრაქტი გაწყვიტა და შესაბამისად მეც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. ტრანსფერის შემდეგ კი გიორგიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა. ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მიხარია რომ ამ კლუბში ვითამაშებ. იმედი მაქვს რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარები მისი მთავარი მიზნის მიღწევაში, ლიგა 1-ში დარჩენაში. ჩემმა თანამემამულეებმა მესის შესახებ ძალიან კარგი სიტყვები მითხრეს, განაცხადა ქვილითაია. აღსანიშნავია რომ მესში 3 ქართველი ითამაშებს, რადგან ქვილითაია გიორგი წიტაიშვილსა და გიორგი აბუაშვილს შეუერთდება. გოგლიჩიძის იჯარა, როგორია ტრანსფერის დეტალები. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდია გოგლიჩიძის ვოტფორდში ტრანსფერზე ხშირად იწერებოდა. ეს ტრანსფერი კი ცოტა ხნის წინ დადასტურდა. უდინეზესა და ვოტფორდ შორის გარიგება მარტივად შედგა, რადგან კლუბებს ერთი და იგივე მენეჯმენტი მართავს. საბა ინგლისში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით, გამოსყიდვის უფლებით გადავიდა. მან ვოტფორდში უნდა მიიღო სათამაშო პრაქტიკა, რომელიც უდინურ კლუბში აკლდა და შესაბამისად ზაფხულში ფიურელთა რიგებს უნდა დაუბრუნდეს. რაც შეეხება ვოტფორდს, ეს გუნდი პრემიერ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. მათ კი ჩემპიონშიპის პლეი-ოფში მოხვედრის რეალური შანსიც აქვთ, რადგან 43 ქულით მე-10 ადგილზე არიან და პლეი-ოფის ზონას ერთადერთი ქულით ჩამორჩებიან. ამრიგად ჩაკვეტა გოგლიჩიძე პრემიერ ლიგაში გადასასვლელად ერთად იბრძოლებენ. დატოვებს თუ არა მამარდაშვილი ლივერპულს. ბოლო ინფორმაცია გიორგის შესახებ. ლივერპულისა და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი სტამბოლის ბეშიქტაშის ინტერესის სფეროშია. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Foot Mercato და თურქული ვებგვერდები იტყობინებიან. ბეშიქტაში მეკარეს ეძებს, ხოლო კლუბის პრეზიდენტმა სერდალ ადალიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მეკარეს აუცილებლად დაიმატებენ. ეს მეკარე კი შეიძლება მამარდაშვილი იყოს. როგორც ცნობილი გახდა, ლივერპულს ბეშიქტაშმა სეზონის ბოლომდე იჯარაში 2 მილიონი ევრო შესთავაზა. გარდა ამისა, თურქებს სურთ, რომ ზაფხულში იჯარის გახანგრძლივების ოპციაც ჰქონდეს. როგორც მოგეხსენებათ, ევროპაში ბაზარი 2 თებერვალს დაიხურა, მაგრამ არა თურქეთში, სადაც კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში კლუბებს შეეძლებათ ფეხბურთელების დამატება. შესაბამისად, ბეშიქტაშ მიზნის მისაღწევად დრო საკმარიცად აქვს. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ თურქულ პრესაში ამ გარიგებას პესიმისტურად უყურებენ. ცნობილი ჟურნალისტის ერთან სიუზგიუნის ინფორმაციით, მამარდაშვილს ენფილდის დატოვება და თურქეთში გადასვლა საერთოდ არ ხიბლავს. ამ რეალობიდან გამომდინარე კი გიორგის ბეშიქტაში ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა. მამარდაშვილმა ბოლოს წითლების მაისურით 12 იანვარს ითამაშა, ხოლო სულ მის ანგარიშზე მერსესაიდული კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში 17 მატჩია. ფრანგული გამოცემა Le Parisien ავრცელებს ინფორმაციას, რომ Paris Saint-Germain შიდა პოლიტიკაში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს. საქმე ეხება კონტრაქტებს, უფრო სწორად ხელფასების ფილოსოფიას. PSG გეგმავს ახალ მიდგომას, ფიქსირებული უზარმაზარი ხელფასები ნაკლები, ხოლო შედეგზე მიბმული ბონუსები მეტი. ეს ნაბიჯი ნათლად მიანიშნებს, რომ კლუბი ცდილობს ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნებას და იმ ეპოქიდან გამოსვლა, სადაც ვარსკვლავებს სახელის გამოუხდიდნენ ასტრონომიულ თანხებს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა ერთი ფაქტი. დღეს PSG-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი არის უსმან დემბელე, რომლის წლიური შემოსავალი ბონუსების ჩათვლით დაახლოებით 27 მილიონ ევროს აღწევს. და სწორედ ასეთ კონტრაქტებზე ამბობს კლუბი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ახლა კი სენა კიდევ უფრო იწაბება. კერძოდ პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ PSG-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ბიტინია შესაძლოა ტრანსფერის კანდიდატი გახდეს. მისი სახელი უკვე დაუკავშირეს რეალ მადრიდს, ხოლო ესპანური გამოცემა Defensa Central წერს, რომ არც ფეხბურთელი და არც PSG ამ სცენარს კატეგორიულად არ გამორიცხავს. აქ კი ჩნდება ყველაზე დრამატული დეტალი. PSG-ს თავკაცმა ლუის ენრიკემ კლუბის ხელმძღვანელობას მკაფიო და მკაცრი მესიჯი გაუგზავნა. თუ ბიტინია გაიყიდება, ის გუნდს დატოვებს. აღსანიშნავია, რომ ბიტინიას მოქმედი კონტრაქტი PSG-სთან 2029 წლის ზაფხულამდე გრძელდება, ხოლო ტრანსფერ მარკეტი მის ღირებულებას 100 მილიონ ევრო დაფასებს, რაც ავტომატურად მას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ნახევარმცველად აქცევს. ამიტომ ნახოთ, თუ როგორ გამითარდება მოვლენები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. რაც შეეხება თავად კვარაცხელიას, მოგეხსენებათ, საბედნიეროდ ხვიჩას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის 8-10 დღემდე გამოტოვებს. სავარაუდოდ ის არც მომდევნო შეხვედრაში იქნება, სადაც PSG მარსელს უმასპინძლებს, ხოლო ქართველს დიდი ალბათობით რენის წინააღმდეგ უნდა ველოდოთ. ახლა კი სრულია სხვა, მაგრამ ემოციურად ძალიან საინტერესო ისტორია. იტალიური გამოცემა Sport Italia ყურადღებას ამახვილებს ქართველ ფეხბურთელზე, თორნიკე კვარაცხელიაზე. ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა უკვე იწყებს საკუთარი სახელის დამკვიდრებას ევროპულ საფეხბურთო რუკაზე. Sport Italia წერს, რომ მისი
ტექნიკა, მოძრაობა და დრიბლინგი უკვე იპყრობს ევროპული სკაუტების ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ თორნიკემ განსაკუთრებული ყურადღება ისლანდიასთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში მიიპყრო, სადაც მეორე ტაიმში შესვლის შემდეგ აშკარად შეცვალა თამაშის ტემპი და დინამიკა. იტალიური მედიის შეფასებით კი კვარაცხელიების ოჯახში ფეხბურთი გენებშია. ამიტომ ნახოთ თუ როგორ განვითარდება თორნიკეს კარიერა. კრისტიანო რონალდუს პროტესტი. რა ხდება საუდის არაბეთში? რეალმა შიდა მოლაპარაკებები გამართა. ვინ ჩაიბარებს კლუბს სეზონის ბოლოს? ფაბრისიო რომანომ მადრიდის რეალის მწვრთნელის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე ახალი ინფორმაცია გავრცელა. ჩაბი ალონსოს წასვლის შემდეგ გუნდს სათავეში ალვარო arbeloa ჩაუდგა, თუმცა მისი მუშაობით ჯერჯერობით მოხიბლული არავინა. ამიტომ მადრიდულ კლუბს უკავშირებენ იურგენ კლოპს და ასტონ ვილას თავკაც უნაი ემერის. ამასთან დაკავშირებით კი ფაბრისიო რომანო შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. ბევრი კითხვა გაჩნდა უნაი ემერისა და რეალის შესახებ. რეალს ახალი მწვრთნელის შერჩევის პროცესში ჯერჯერობით არ დაუწყია. ამას გარკვეული დრო დასჭირდება. კლუბი ალვარო arbeloas მისცემს შანსს, რომ სეზონის ბოლომდე რეალის მწვრთნელის პოსტზე იმუშაოს. აშკარაა, რომ დასაწყისი არ ყოფილა შთამბეჭდავი, განსაკუთრებით ესპანეთის თასებსა და ჩემპიონთა ლიგაზე. თუმცა ლა ლიგაში საქმეები საკმაოდ კარგად მიდის, ასე რომ მას დრო ექნება. უნაი ემერის იურგენ კლოპისა და სხვა კანდიდატების შესახებ მსჯელობა იყო, მაგრამ მხოლოდ კლუბის შიგნით. ამჟამად კი ისინი ცდილობენ გაარკვიონ, თუ ვინ შეძლებს მოხვდეს კანდიდატთა შორის, იმ შემთხვევაში თუ ზაფხულში ახალი მწვრთნელის დანიშვნას გადაწყვეტენ. ემერი, კლოპი და ბევრი სხვა სპეციალისტი მადრიდის რეალში პოტენციურ კანდიდატებად განიხილებოდნენ, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ საწყისი ეტაპია. ზაფხულის პოტენციური გეგმა ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის და არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. უნაი ემერი სრულად არის კონცენტრირებული ასტონ ვილაზე. ზაფხულამდე ჯერ კიდევ დიდი დროა იმისთვის, რომ გავიგოთ რა მოხდება, განაცხადა ფაბრისიო რომანო. საუდის არაბეთის ჩემპიონატის მეოცე ტურში კრისტიანო რონალდუს ალ-ნასრი ალ-რიადს დაუპირისპირდა, ხოლო ამ შეხვედრაში მონაწილეობა პორტუგალიელ ვარსკვლავს არ მიუღია. გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუ საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის ქმედებითაა უკმაყოფილო. ეს ორგანიზაცია ალ-ნასრის, ალ-ჰილალის, ალ-აჰლისა და ალ-იტიჰადის აქციების 75-75% ფლობს და კრისტიანო თვლის, რომ საუდის არაბეთის სუვერენულ ფონდს მიკერძუებული პოლიტიკა აქვს. საუბარი ძირითადად კარიმ ბენზემას ტრანსფერზეა, რომელიც დიდი ალბათობით კარიერას ალ-ჰილალის რიგებში გააგრძელებს. რონალდუს აზრით ეს გარიგება სამართლიან კონკურენციას აზიანებს და ადასტურებს, რომ ალ-ჰილალის სუვერენული ფონდის ფავორიტია, ხოლო ალ-ნასრის შემადგენლობის გასაძლიერებლად საჭირო მხარდაჭერას ვერ იღებს. ბოლომდე გაურკვეველია, როგორ განხორციელდა ეს ტრანსფერი, ვინაიდან საუდის არაბეთის ყველა ტოპ კლუბი ერთ საინვესტიციო ფონდს ეკუთვნის, თუმცა ალ-ჰილალმა ოფიციალურ ვებგვერდზე თავისუფალი ტრანსფერი უკვე დაადასტურა. ფრანგმა ფორვარდმა წელიწად ნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ რონალდუს პროტესტი კლუბის მენეჯმენტის მიმართ არ არის. ალ-ნასრის აღმასრულებელი დირექტორი კრისტიანოს ახლო მეგობარი ჟოზე სემედუა და პორტუგალიელს მასთან არანაირი პრობლემა არ აქვს. თუმცა კრისტიანოს მიაჩნია, რომ ალ-ჰილალი ფონდის მთავარი ფავორიტია და მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას. ამიტომ ნახოთ თუ რით დასრულდება ეს ყველაფერი. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.